ქრისტიანს ყოველთვის აქვს ეს მცირეოდენი ერთგვარი რეპეტიცია იმ დიდი დევნილობისა, რომელიც აუცილებლად მოხდება სამყაროს დასასრულს და მოვესწრებით თუ არ მოვესწრებით ამ მცირე დევნილობას ყველანი გავდივართ, როდესაც ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაცა, რომელიც ინსტრუმენტი ხდება ბოროტის ხელში, შენ გავიწროებს და შენ სარწმუნოებას დევნის. და როგორ უპირისპირდებით ამას? რა თქმა უნდა, უპირისპირდებით არა იმავე მეთოდებით, როგორც ჩვენ გვევზვიან, არამედ მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენი. მოთმინება და მდუმარება. მდუმარება ეს არ არის არა მუნჯობა, არამედ ქრისტეში, ქრისტესთან ერთად ყოფობა საკუთარ თავში. ეს ორი რამ, მოთმინება და მდუმარება, ანუ ისიხია. მდუმარება ისიხია, ეს არის ქრისტესთან ერთად ყოფობა, ხო? კიდევ ვიმეორებ, როცა ვკითხულობ მდუმარებას, ეს არ გვეგონოს, უბრალოდ ჩუმად რო ხარ, ეგ არის მდუმარება, ეს არის ისიხია, განმარტოება საკუთარ თავში ქრისტესთან ერთად. აი ეს ორი სათნოება, მოთმინება და მდუმარება არის უმძლავრესი ინსტრუმენტი ნებისმიერი ბოროტების დასამარცხებლად, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ ჩვენ ამას რატო ვერ ვაკეთებთ? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ტყუილდებით, ყოველთვის როცა ადამიანისგან მოდის რაღაცა არაჯანსაღი, სულ გგონია, რომ ეს ადამიანია კონკრეტულად და ვერ ვხედავთ იმის უკან ბოროტ სულს. აი ეს არის. და კიდევ ერთი, ეს ადამიანი არ არის აუცილებელი იყოს თავად ბოროტი. ის ადამიანი შეიძლება ქრისტიანიც იყოს, ახლობელიც იყოს, მეგობარიც იყოს, ოჯახის წევრიც იყოს, გახსოვთ, ხო, სახლეუნი თქვენი მტერნი იქნებიან. შეიძლება ხვალ მეორე დღეს შენ გახდე ეშმაკის ხელში იარაღი და სხვა ადამიანს დაუპირისპირდე. საკმარისია ქრისტეზე არ ფიქრობდე, საკმარისია შიგნით ქრისტესთან ყოფობა არ ქონდეს, ეშმაკს ბევრი დრო არ უნდა. იმ წამს, აი დააკვირდით საკუთარ თავს, როცა ჩვენში ქრისტეს ხსოვნა კლებულობს, მოუკლებლობა აღარ არის ჩვენში, ხო, ლოცვისა, ქრისტესთან ერთობისა. იმ წამს ჩვენი ნება და გულის სიტყვები თავის თავს ავლენენ როგორც უკეთურნი. ნებაც და გულის სიტყვების და აზრებიც. ეგრევე წამის ყოფაში ხდება ეს. გესმით, აი ეს უნდა გვახსოვდეს და ამ დროს, ასე დროს თავისუფლად შენი მრისხანებით, შენი გამოხედვით, შენი ჟესტიკულაციით, შენი ხმის ტონალობით, გესმით, იმ წამსვე შეიძლება გამოყენებული იქნა ეშმაკის ხელში სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ასე რომ ძალიან დიდი სიფხიზლე გვართობს, რომ არ ვიყოთ ინსტრუმენტები ბოროტის ხელში.